ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო ქალაქს და გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ლევან ხარატიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე და მასთან ერთად ჩვენ საუბრობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული, ასევე იმ პროგრამებზე, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობად ეძლევა. მადლობთ ბატონო ლევან, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და პირველი კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ, კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და თუ განმარტავთ რას გულისხმობს პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოებას, ვთქვათ კულტურული მრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობას, ეს რაც იქ წერია და ასევე ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და სათანადო დაცვას, როგორც წესი, ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირში, ეს კი არ დგას სამწუხაროდ დღის წესრიგში გაწევრიანების შემდეგო, ესე ვთქვათ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ესა თუ ის ქვეყანა კარგავს თავის ინდივიდუალიზმს, ეს არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია გავრცელებული, აი პირდაპირ წერია დოკუმენტში, რომ ხელშეწყობას. რაში გამოიხატება ამ ეტაპზე, ანუ რა ბენეფიტი, რა წარმატება მიიღო, ასე ვთქვათ, ან შესაძლებლობა გაეხსნა ქვეყანას ასოცირების ხელმოწერის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირთან ამ კუთხით. დიდი მადლობა კითხვისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის, როგორც ინსტიტუციურად კულტურის სამინისტროსთვის, აღნიშნული დოკუმენტი არის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა უკვე არის ძალიან, ასე ვთქვათ, პრაქტიკული შედეგებით დასრულებული და მიმდინარეობს უпростоრად. კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულებამ არა მხოლოდ ჩვენ სახელმწიფოს, არამედ ჩვენს მეზობელ, ჩვენთვის საინტერესო ევროპულ ქვეყნებს მიცა ასევე იმპულსი იმისათვის, რომ მათ უფრო გააქტიურონ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასთან და ეს არის, რა თქმა უნდა, ნდობის და ზოგადად აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხრივ მე ვისაუბრებ კულტურაზე, რა თქმა უნდა. და ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ გაწეულმა სამუშაოებმა და საკმაოდ აქტიურმა სამუშაოებმა მოგცა საშუალება, რომ პირველი ყოფილიყავით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან, როდესაც 2015 წელს თებერვლის თვეში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ევროკავშირთან და გავხდით ოფიციალურად შემოქმედებითი ევროპის, ანუ Creative Europe-ის პროგრამის წევრები. ეს პროგრამა რამდენ წლიანია ეს პროგრამა და რა შესაძლებლობას იძლევა? პირველი ეტაპი ამ პროგრამის არის 20 წლამდე. შესაბამისად, თავდაპირველად ეს პროგრამა, როდესაც დაიწყო, ეს იყო 6 წლიანი პროგრამა და პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი წარმოადგენს 1,5 მილიარდ ევროს. სახელმწიფოს ამ თანხის გამოყენების ან წვდომის საშუალება არ აქვს, უბრალოდ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამინისტრო ამ შემთხვევაში იხდის ყოველწლიურ გადასახადს, რომელიც არის საკმაოდ მაღალი და აქედან გამომდინარე აძლევს საშუალებას ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ორგანიზაციებს და ცალკეულ შემოქმედ პიროვნებებს გაერთიანდნენ, შეიმუშაონ საინტერესო პროექტები, ეძებონ თანამშრომლები და მოიძიონ თანამშრომლობა და პარტნიორები ევროპულ ქვეყნებში და მიიღონ დაფინანსება წარმატებულ პროგრამებთან და უკვე ვამაყობთ იმით, რომ არის შედეგები, მაგრამ ბატონო ლევან, სანამ შედეგებზე მივალთ, ჩვენ ალბათ ბევრი ადამიანი გვისმენს ახლა და ხშირად ეს შესაძლებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მათ არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია ხოლმე, განსაკუთრებით რეგიონებში. აი რო აუხსნათ შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, როგორ შეუძლიათ მათ კონდეთ წვდომა აი ამ კონკრეტულ პროგრამაზე. როგორც ვიცით, დაფინანსებასთან, ანუ სფეროებზე დაფინანსებას აცხადებს ევროკომისია. რა სფეროებში შეიძლება ამა თუ იმ შემოქმედმა თუ ორგანიზაციამ წარადგინოს რაიმე კონკრეტული პროექტი, როგორია პროცედურა, ვის უნდა მიმართოს თქვენ ევროპულ მხარეს თუ ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ჩვენ ამ მხრივ ასეთი მექანიზმი არსებობს, როდესაც ყველა წევრ ქვეყანაში ამ პროგრამის ჩამოყალიბდება და ჩვენთანაც ჩამოყალიბდა სპეციალური ოფისები, ანუ დესკები ქვია ამათ. ჩვენთან არსებობს ორი დესკი, ეს არის კულტურის დესკი და მედიის დესკი. ეს ორი დესკი თავისი, ასე ვთქვათ, კომპეტენციის ფარგლებში, ერთი კულტურასთან დაკავშირებულ პროგრამებზე, მეორე მედიასთან დაკავშირებულ პროგრამებზე უწევენ პრაქტიკულად ყოველდღიურ კონსულტაციას საზოგადოებას. სად მდებარეობს კულტურის სამინისტროში? კულტურის სამინისტროში მდებარეობს კულტურის დესკი
ქეთი შენგელია არის დესკის ხელმძღვანელი, რომელიც კონსულტაციას უწევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და Creative Europe.g არის ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომი ინფორმაცია, საკონტაქტო ინფორმაცია აღნიშნულ პიროვნებებთან, დესკებთან და ზოგადად ამ პროცედურებთან. Media Desk-ი მდებარეობს კინოცენტრში, ნოშრე ჩხაიძე არის მისი ხელმძღვანელი და ასევე მისი საკონტაქტო ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი ვებგვერდზე. ჩვენ პრაქტიკულად თვეში სულ მცირე ერთხელ გვაქვს საინფორმაციო შეხვედრები, იმიტომ რომ ევროპის კავშირი მუშაობს ასე რომ და პერიოდულობით წელიწადში რამდენჯერმე ცხადდება კონკურსები. ეს კონკურსები არის ყველა ინგლისურ ენაზე და ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ენაზე ამ შემთხვევაში და შესაბამისად აპლიკაციებიც, ანუ განაცხადებიც დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სწორედ ამ ენაზე უნდა მოამზადონ და შეავსონ. ჩვენ აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებთ საზოგადოებას, რომ ასეთი კონკურსი არის ხელმისაწვდომი, ვუხსნით მათ დეტალურად თუ რა პროცედურები უნდა განვლოთ მათ, თუმცა ჩვენ ვართ ასე ვთქვათ შუამავლები, ჩვენ მთლიანად გადაწყვეტილებას და პროცედურებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი არის ევროპის კომისია ამ შემთხვევაში. პირადად მე გახლავართ და წარმოადგენ ქვეყანას აღმასრულებელ კომიტეტში თვითონ ამ პროგრამის და ამ ყოველწლიურად მეძლევა შესაძლებლობა რომ დავაფიქსიროს სახელმწიფოს ინტერესები და გარკვეული შეფასებები მივიცე პროგრამას. ამ მხრივ ჩვენ ასევე ვიყენებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამოცდილებას და ძალიან ხშირად ჩამოყავს ქვეყანაში წარმატებული ქვეყნების დესკები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს კოლეგებს. ამავე დროს ძალიან აქტიურად თანამშრომლებთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და კულტურის პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც ამასწინათ ყავდა ჩამოყვანილი წარმატებული ექსპერტი ესტონელი, რომელმაც გაუზიარა დაინტერესებულ ორგანიზაციებს დეტალურად თუ რა საფეხურები და რა პროცედურები უნდა განვლონ იმისათვის, რომ არა მხოლოდ მოამზადონ აპლიკაცია, არამედ წარმატებული აპლიკაცია მოამზადონ მაქსიმალურად. და ასეთი წარმატებულობის შედეგი 4-ია რამდენადაც ვიცი, ხო? რა ვინ არიან, ვინ მოიპოვა ეს დაფინანსება და რა დაფინანსდა უკვე, ანუ კი ბატონო, არის ვამაყობთ რომ არ არის მხოლოდ თბილისში კონცენტრირებული ორგანიზაციები, არამედ რეგიონებიდანაც არიან ორგანიზაციები, ასეთი არის მაგალითად რუსთავისში ოქროს ლამპარი ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან საინტერესო პროგრამა წარმოადგინა. ბავშვებზე ორიენტირებული, კი და კინოს განვითარებაზე ამ შემთხვევაში, ასევე ვახსენე კინო და კინოცენტრის პროგრამა, რომელიც ამავე დროს ძალიან წარმატებული არის და ეს არის კინოსკოლაში და მაქსიმალურად ჩართულობა საზოგადოებისა კინოს ხო, რამდენად ვიცი, ქართულ და ევროპულ ფილმებს აჩვენებენ კლასიკურ ბავშვებს, ხო? სხვა სკოლებში, რეგიონებშიც. რეგიონებში, თითქმის საქართველოს მასშტაბით. ამის განხილვა და ასე ვთქვათ, გაანალიზების თანდებთ პროცესებთან დაკავშირებით. ამავე დროს გვაქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენს თეატრის უფრო მეტად ხელმისაწვდომობა, როგორც ქართველი, ასევე ევროპელი საზოგადოებისათვის. და ამ შემთხვევაში გვაქვს ამავე დროს კიდევ მეოთხე პროგრამა სინედოკი, რომელიც არის დაფინანსებული, ფესტივალი ამ შემთხვევაში, თანადაფინანსება, რომელიც მიიღო აღნიშნული პროგრამიდან, უკვე მიმდინარეობს აქტიურად რამდენიმე პროგრამის შემუშავება. ჩვენ ვიცით ამ შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენგან ყოველდღიურად გადიან კონსულტაციას ის ორგანიზაციები, რომლებიც ამზადებენ ამ პროგრამას. ჩვენ მათ ვეხმარებით ასევე პოტენციური პარტნიორების მოძიებაში ევროპულ ქვეყნებში და აქტიურად თანამშრომლობთ, როგორც აღნიშნე, წევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ მათი წარმატებული გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოში დაინტერესებულ აღნიშნული პროგრამით მონაწილეებს. ამავე დროს ჩვენ მართავთ საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრებს რეგიონებში, არაერთი ესეთი რეგიონი, რა თქმა უნდა, რეგიონში ცოდნა ამის თაობაზე, შესაძლებლობების თაობაზე ყოველთვის დააბალია ხოლმე. აბსოლუტურად გეთანხმებით და ჩვენ გვაქვს Skype-ი ჩართვებიც ამავე დროს, როდესაც ელექტრონული ტექნოლოგიის საშუალებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად მივაცნოთ ინფორმაცია ჩვენს ასე ვთქვათ კოლეგებს რეგიონებში. ამავე დროს ნიშანდობლივი არის, რომ ჩვენ ბრიტანულ საბჭოსთან ერთად გავაკეთეთ კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოში სხვადასხვა დარგებთან მიმართებაში სამწუხაროდ კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აქვს უცხო ენის უნარები ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ინგლისური ენის. ამიტომ უკვე მეორე წელია ჩვენ სრულად ვაფინანსებთ და ბრიტანული საბჭო, ასე ვთქვათ, ჩვენთან ერთად პარტნიორი ორგანიზაციაა, მათი თანადაფინანსებაც არის ამ პროგრამაში. ვახორციელებთ უფასო ინგლისური ენის კურსებს კულტურის სფეროში დასაქმებული მენეჯერებისათვის.
ჩვენთვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ ჩვენ ვქნით შესაძლებლობებს, ისეც როგორც არის შემოქმედებითი ევროპა და მეორე მხრივ ვაძლევთ უნარებს იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ მათ ეს შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენონ და ჩვენ ამ პროგრამას ვაფართოვებთ ყოველწლიურად და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი სამინისტროსთვის. ბატონო ლევან, როგორც წესი, საქართველოში კულტურის სფეროში ყოველთვის იყო პრობლემა ეგრეთ წოდებული ფრაგმენტულობა. ფინანსდებოდა რაღაც კონკრეტული პროექტები, მაგრამ საერთო ჯამში ეს შესაძლოა იმ შედეგს არ იძლეოდა, რა შედეგიც უნდა მოეცა, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არსებობდა კულტურის სტრატეგია. რამდენადაც ვიცი, ამ წლის დასაწყისში უკვე შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რაღაც განხილვის ეტაპი იყო, რით დასრულდა ეს პროცესი, როდის ექნება ქვეყანას კულტურის სტრატეგია და რა არის პრიორიტეტი მოკლედ ამ სტრატეგიის თუ შეგვიძლია უკვე ვთქვათ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ კულტურა არის მნიშვნელოვანი, რომ დიდგანვე ძირძველი კულტურის, ასე ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ალბათ მსმენელის დამეთანხმება, რომ ეს სადღეგრძელოების დონეზე ნათქვამი სიტყვები იყო და რეალურად მას ქმედებები ძალიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან სპონტანურად და არა თანმიმდევრული იყო ზოგადად სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ამ მხრივ ჩვენ უკვე მეორე წელია ვმუშაობთ დოკუმენტის შემუშავებაზე და აქ ნიშანდობლივია თავად ის გარემოება, რომ ჩვენ თავად კი არ ვწერთ როგორც კულტურის სამინისტრო ამ დოკუმენტს, ან ვიღებთ საუკეთესო მოდელებს იმ ქვეყნების, რომელსაც აქვს წარმატებული კულტურული და უშუალოდ სტრატეგიები ან პოლიტიკის დოკუმენტები. არამედ უშუალოდ საზოგადოებასთან ყოველდღიური დისკუსიის რეჟიმში. ვინ არის ეს საზოგადოება? ეს საზოგადოება სადაუახლოვებ ვინც ამ დოკუმენტს. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი კითხვები გაჩნდებოდა თავის დროზე და ამიტომაც შევქმნით სპეციალური ვებგვერდი, რომელსაც ქვია culturepolicy.gym. ამ ვებგვერდზე თქვენ ნახავთ უპრეცედენტოდ ყველა იმ ოქმს შეხვედრებისა, რომელიც ასე ვთქვათ ფორმდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობების დროს, ანუ ის ადამიანების სახელით და გვარებით, ოქმები და მათ მიერ ხატული მოსაზრებებიც კი არის დაფიქსირებული ოქმებში, ხშირ შემთხვევაში კრიტიკული სამინისტროს მიმართ, მაგრამ ეს არის დაფიქსირებული და დღეს ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოში მცხოვრებს თუ მის ფარგლებს გარეთ შეუძლია აღნიშნულ ვებგვერდზე შევიდეს, იხილოს როგორც საქართველოში დარგობრივი შეხვედრები, რომელიც ტარდებოდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ასევე რეგიონებში ჩატარებულ შეხვედრებზე და მომზადებული სპეციალური ოქმები, სადაც როგორც აღნიშნეთ, დაფიქსირებული არის მონაწილეების სახელი და გვარები და მათი პოზიციები. გასაგებია, ბატონო, რატო კითხეთ ეს გვინ წერს, იმიტომ რომ საქართველოში როგორც ეს ყველაფერი პოლიტიზებულია და კულტურის სფეროც მათ შორის არჩევნებიდან არჩევნებამდე არიან ადამიანები, ვინც სასურველია ვთქვათ რაღაც კულტურის სფეროში და მე არის მთავრობის ცვლილებასთან ერთად ეს დამოკიდებულებაც იცვლება სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ამ სფეროში ხშირად პოლიტიკური ინსინუაციები ამას იწირავს ხოლმე. ამიტომ გეკითხებით, ვინ წერს რეალურად ამ დოკუმენტს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დოკუმენტს წერს ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ ამ პროცესის მონაწილე ყოფილიყო, ბუნებრივია ძალდატანებით ვერავის ჩართვა ვერ მოხერხდებოდა. პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭირვალე, მეცაც დავძენ. უმაღლესი შეფასება აქვს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ამ პროცესს, თავად პროცესს, იმიტომ რომ დოკუმენტს იმდენად დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ძალიან იდეალური დოკუმენტი შევიმუშაოთ დღესაც, ძალიან კარგი სიტყვების რახარუხი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმეზე რომ მიდგება, ეს დოკუმენტი აღმოჩნდება თაროზე შემოდებული. ამიტომ ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, რომ როგორც კი დოკუმენტი დამტკიცდება და ის დამტკიცდება უკვე რამდენიმე დღეში, და როდესაც მთავრობა დაამტკიცებს მას და იმიტომ რომ ყველა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურა უკვე დასრულებული არის, ამავე დროს დოკუმენტთან დაკავშირებით თუ იქნება პრეტენზიები, ჩვენ გვაქვს ჩადებული სპეციალური მექანიზმი. ერთი მხრივ სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმი, კერძოდ იარსებებს პროცედურა, როდესაც ყოველწლიურად შეირჩევა საზოგადოებიდან წარმომადგენლები, რომელსაც საშუალება ექნება დეტალურად თვალყური ადევნონ, თუ როგორ ხორციელდება ეს სტრატეგია. სამინისტროს მხრიდან შეირჩევა? ეს შეირჩევა სამინისტროს მხრიდან, მაგრამ მექანიზმი შერჩევის ამ ადამიანების იქნება იმდენად გამჭირვალე, რომ მერწმუნეთ, რომ ყველა დაინტერესებულ ადამიანს ეტაპობრივად ექნება საშუალება, რომ ამ ჯგუფში აღმოჩნდეს და მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს. რაც შეეხება მეორე მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მოხდება დოკუმენტის გადახედვა. ანუ ერთი მხრივ გვაქვს სტრატეგია და მოხდება ამ დოკუმენტის ადეკვატურობის შეფასება იმ დროსთან და მოცემულობასთან, როდესაც ასე ვთქვათ ეს დოკუმენტი იმუშავებს. რათა დოკუმენტი დაიხვეწოს, იმიტომ რომ ბუნებაში იდეალური დოკუმენტი არ არსებობს, არც ერთი დედამიწის ზურგზე. შეგიძლიათ გითხრათ რამდენიმე მთავარი პრიორიტეტი ამ სტრატეგიის? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს 8 სტრატეგიული მიმართულება დოკუმენტში. პირველი ეს არის განათლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც უკავშირდება განათლების ყველა სფეროზე კულტურისა და სახელოვნებო განათლების გაძლიერებას. დაწყებული სკოლამდელი აღზრდის ცენტრებიდან დამთავრებული
პროფესიული განათლებით. ეს არის ზოგადად ცნობიერების ამაღლება საზოგადოებისა, რომ ჩართული იყოს საზოგადოება იმ პროცესებში, რომელსაც გულისხმობს უშუალოდ კულტურა და შემოქმედებითი ცხოვრება და კულტურული ცხოვრება. მეორე სტრატეგიული მიმართულება მაგალითად გახლავთ ამ შემთხვევაში თანამდებობას არ დავიცავ, იმიტომ რომ თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის ასე ვთქვათ პრიორიტეტების მიხედვით დალაგება, ეს უბრალოდ ნუმერაცია არის ადვილი იდენტიფიცირებისთვის. ეს გახლავთ შრომის ანაზღაურება და ფინანსური, ასე ვთქვათ, სტაბილურობის ზოგადად პრობლემაა ქვეყანაში. რაც არის სერიოზული გამოწვევა. ფინანსებთან არის კავშირში ამის და სტაბილურობა და. რა თქმა უნდა. ფინანსთა სამინისტრო საქმის კურსში ალბათ რომ ამ დოკუმენტს წერდა. უნებრივი არის, ანუ პროცესი ჩვენ არა მარტო საზოგადოება წერდა ამ დოკუმენტს, არამედ ჩვენ კონსულტაციებს ყოველდღიურად გავდიოდით ყველა უწყებასთან და შესაბამისად ეს დოკუმენტი არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს განსახორციელებელი იქნება, არამედ ყველა უწყების, ანუ ყველა სამინისტროსი და არა მხოლოდ სამინისტროში ამ შემთხვევაში. ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულება, ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის, რომელიც გულისხმობს არარსებული ინფრასტრუქტურის შექმნას, განსაკუთრებით რეგიონებში, იქ სადაც კულტურული ცხოვრება საჭიროებს სერიოზულ დახმარებას და წახალისებას, ან არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისე, რომ ის ოპტიმიზირებულად, ასე ვთქვათ, ოპტიმალურად მოერგოს იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს არის, რათა კულტურული ცხოვრება კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გაცოცხლდეს და გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოების. ეს არის ზოგადად საზოგადოების ჩართულობა და აქ იგულისხმება ყველა ჩვენი საზოგადოების წევრი, ეთნიკური უმცირესობა იქნება ეს, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანები, იქნება ეს სპეციალური პირობების შექმნა ქალბატონებისთვის, იქნება სპეციალური პირობების შექმნა ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, მოხუცებულებისათვის, სოციალურად, ასე ვთქვათ, გაჭირვებული ოჯახებისათვის, რეგიონებში და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ჩვენი თანამემამულეებისთვის და ასე შემდეგ. ანუ ეს დოკუმენტი კონცენტრირებული არის, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყველა წევრზე, ამავე დროს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საზოგადოების ჩართულობაზე საქართველოს კულტურის ცხოვრებაში. დოკუმენტი ამავე დროს ძალიან დიდ ადგილს უთმობს ამ, რა თქმა უნდა, შემოქმედებით ინდუსტრიების განვითარებას, რომელიც ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ეს არის მომავალი კულტურისთვის. იქ სადაც საერთოდ არც ერთი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში, სადაც მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება არის საკმარისი კულტურისთვის. შესაბამისად, შემოქმედებითი ინდუსტრიები ისეთი ძლიერი, რომ მან თავის შეინახოს. რა თქმა უნდა, და სწორედ ამის გაძლიერება ამ სექტორის სამმართველობთ არის პრიორიტეტი. ამავე დროს, ალტერნატიული დაფინანსების წყაროები არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგცემს ამაზე აქტიურად მუშაობას, რომ ჩვენ დავაინტერესებთ კერძო სექტორს, რომ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. აქ არის საუბარი კანონზე, ამ შემთხვევაში მეცენატობასთან დაკავშირებით, აქ არის საუბარი ალტერნატიული ფინანსური წყაროების დანერგვაზე, როგორც არის მაგალითები. რატომ უნდა მოუნდეს ბიზნესმენს კულტურის დაფინანსება, მხოლოდ მეცენატობიდან გამომდინარე თუ რა? არა, იმიტომ რომ სწორედაც ორიენტირი არის ის, რომ გარკვეული სარგებელი მათაც ექნებათ აქედან გამომდინარე. ანუ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული არის, ხო? აი მაგალითად ჩვენი სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად პროექტი, რომელიც არის cash rebate, ამ შემთხვევაში ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ თუ საქართველოში მოხდება ფილმ წარმოება, ანუ ფილმის გადაღება საქართველოში, მაშინ ის კომპანია, რომელიც საქართველოში გადაიღებს, ასე ვთქვათ, ფილმს, მას უბრუნდება გარკვეული ფიქსირებული თანხა იმ თანხიდან, რომელიც მან ჩადო. ეს უკვე დაინტერესება არის კერძო სექტორის. ფილმის გაყიდვის შემდეგ. არა მარტო, არამედ იმ, ასე ვთქვათ, თანხიდან, რომელიც მან დახარჯა უშუალოდ ტექნიკურად ამ ფილმის, ასე ვთქვათ, მომზადებაზე. და სახელმწიფო უბრუნებს ამ ფულს. სახელმწიფო უბრუნებს ამ ფულს და ეს უკვე არის мотиваცია იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ჩვენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც კომპანიები, რომ მათ საქართველოს კომპანიების თანამონაწილეობის ახალისებას. ბუნებრივია. და სხვა. აი ეს ძირითადად პაკეტი მთლიანად სტრატეგიული მართულებების არის, რა თქმა უნდა, ამავე დროს ჩვენ გვაქვს ისეთი თემები, როგორც არის კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, ზოგადად დიგიტალიზაცია კულტურული მემკვიდრეობის და ასე შემდეგ. კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, იგივე ძეგლები ასე შემდეგ. ამ კუთხით რა ხდება ევროკავშირის პარტნიორობასთან კავშირში, ანუ? კი ბატონო, ჩვენ მაგალითად ძალიან აქტიურად თანამშრომლობით ევროკავშირთან ტვინინგის პროგრამა გქონდა, რომელსაც ახორციელებდა ერთ-ერთი ჩვენი სისტემური ორგანიზაცია, სისტემაში შემოვლი ორგანიზაცია, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ტვინინგის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა მხარდაჭერილი და ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფა და დახმარება იმისათვის, რომ ინსტიტუციურად მექანიზმები ჩამოყალიბებულიყო იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზრუნვა ყოფილიყო უფრო ბევრად ეფექტური და დახვეწილი იყო კანონმდებლობა. ჩვენი ინსტიტუციები ახლა აქტიურად მუშაობენ კოდექსის შემუშავებაზე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, რომელიც შექმნის იმ კანონმდებლობას, რომელიც აქამდე
არ არსებობდა და დახვეწავს იმას, რომელიც აქამდე არ რეგულირებდა კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ხდება სულ ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ არსებობს ასე ვთქვათ ერთიანი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელიც უკვე დასრულებული არის პრაქტიკულად და მინისტერიალზე გავა უახლოეს მომავალში და დამტკიცდება საბოლოოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში ჩვენი ქვეყანაც არის თანაავტორი ამ დოკუმენტის, ასევე ხელმომწერი და ის საშუალებას გვაძლევს ეს დოკუმენტი სწორედ რომ გავაანალიზოთ ის თუ რა როლია კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენ ცხოვრებაში, როგორ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა და როგორ უნდა ჩავდოთ საზოგადოება ფართო იმისათვის რომ ისინიც ჩართულნი იყვნენ პროცესში და რაც თავარია არა მხოლოდ გაუფრთხილდეთ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ ვისწავლოთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ კულტურული მემკვიდრეობა ისე რომ ერთი მხრივ ცნობიერება გავზარდოთ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, არამედ ის გახდეს ეკონომიკურად მომგებიანი. და ამიტომ ჩვენი გათვლაც ასეთი არის რომ ნებისმიერი ძეგლის რეაბილიტაცია, რომელსაც დღეს მთავრობა ხელს უწყობს, არის ორიენტირებული არა მხოლოდ ერთი მხრივ ძეგლის რეაბილიტაციაზე, იმიტომ რომ გავა 10 წელი და იმ ძეგლს ისედაც დაჭირდება რეაბილიტაცია, შემდგომში ეს არ შეიძლება იყოს მუდმივი პროცესი, არამედ ორიენტირებული არის ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც თავისთავად შექმნის, ასე ვთქვათ, თვით დაფინანსების ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ეს ხოლმე პრეტენზიებს საზოგადოებაში, ესე რაღაცა ინოვაციური პროექტი, ვთქვათ, კულტურული ძეგლის ირგვლივ, რომელიც კი ტურისტს და ახარჯინებს ფულს, მაგრამ შესაძლოა გარემო და ისე შეცვალოს, რომ ამას როგორც წესი მომისმენია რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ზოგადად ეს სენსიტიური საკითხი არის, ბუნებრივია, არსებობს სხვადასხვა აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ხელმძღვანელობთ იმ საუკეთესო პრაქტიკებით, რომელიც მსოფლიოში არსებობს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ იუნესკოსთან, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის წევრ და მრჩეულ ორგანიზაციებთან და ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ასეთი პროექტების დროს მათ რეკომენდაციებს. ასევე არსებობს თქვენ და როგორ აისახება კულტურა GDP-ზე მოსახლეობის ამ პროექტსაც ვაპირებთ რომ განახორციელოთ. ჩვენ როგორც მოგახსენეთ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ევროკავშირის ერთ-ერთ პროგრამასთან, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და შემოქმედების პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ რამდენიმე ღონისძიებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ შევიმუშაოთ ბაზა ისეთი კვლევების და სტატისტიკის, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ სადღეგრძელოები გადავიტანოთ ფურცელზე და აღარ ვამტკიცოთ კულტურის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოვიყვანოთ დოკუმენტური მტკიცებულებები. ამ მხრივ იუნესკოს განვითარების ინდიკატორები არის ერთ-ერთი მეთოდოლოგია წარმატებული, რომელიც მსოფლიოს იუნესკოს წევრ ქვეყნებში აფასებს იმას, თუ რა როლს თამაშობს სხვადასხვა მიმართულებით, ეკონომიკის განათლების და ასე შემდეგ, სოციალური განვითარების თვალსაზრისით კულტურა. ამ მხრივ ის ასევე წლის განმავლობაში, ჩვენ წლის ბოლოსთვის დავდებთ შედეგებს ასევე GDP-სთან მიმართებაში, ერთსულ მოსახლესთან მიმართებაში, თუ რა კოეფიციენტით განისაზღვრება კულტურის როლი ამ შემთხვევაში. ამავე დროს ჩვენ ვაკეთებთ კიდევ ერთ კვლევას, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალზე არის ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაში და მოგცემს სურათს იმისა, თუ რა საჭიროებები არის და რა პოტენციალი გვაქვს და საჭირდება განვითარება. და ჩვენ ამავე დროს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ კიდევ ძალიან დიდ ფორუმს, რომელიც გაიმართება 8-9 დეკემბერს, რომელიც ორიენტირებული არის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე. მას დაესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყნის მინისტრი და ჩვენ ერთიან მანიფესტ დოკუმენტს მივიღებთ, სადაც დავგეგმავთ სამოქმედო გეგმის რეჟიმში იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თვალსაზრისით. და არის კიდევ ერთი პროექტი, რამდენადაც ვიცი, ჭიათურა და დუშეთია ამ ქვეყნის ამ პროექტის მთავარი შემადგენელი ქალაქები, რომელთაც რაღაც ეშველება რა კონკრეტულად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, პროგრამა ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი კომუსის, ასე ვთქვათ, კომუსი არის ამის სახელწოდება, მისი, ასე ვთქვათ, აბრევიატურის ქართულად თარგმნა გამოდის, ეს არის ადგილობრივი საზოგადოების ჩართვა კულტურულ მემკვიდრეობისთან, ასე ვთქვათ, მიმართებაში და იმ გეგმების შემუშავება, რომელიც ორიენტირებული არის ქალაქის განვითარებას, მის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე. დუშეთი და ჭიეთი, დუშეთი იყო პირველადი ქალაქი, რომელიც შერჩეული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისგან და ჭიათურა არის საპილოტო ქალაქი, სადაც უკვე ინერგება ეს პროგრამა. უკვე ძალიან წარმატებული არის ეს პროგრამები, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად დაიწყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა იმ პროცესში, რასაც ქვია ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავება, სადაც უკვე ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ სამინისტროში ჰქონდა ღონისძიება, სადაც ამ სამოქმედო გეგმების პრეზენტაციას წარვადგინეთ. ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი მექანიზმების შემუშავება, სადაც ადგილობრივი საზოგადოება იდენტიფიცირებას მოახდენს იმ კულტურული ღირებულებების, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი
დაასახავს გეგმას პრიორიტეტების მიხედვით, როგორ იმუშავოს ამაზე და მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ის პოტენციალი, რომელიც ადგილზე არსებობს, იყოს გამოყენებული, რათა კიდევ ერთხელ მეორე, გაცოცხლდეს კულტურული ცხოვრება, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და განვითარდეს ის. და ბატონო, ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ ასეთი, როგორც წესი, ყველა ახალ ხელისუფლებას აქვს ხოლმე წინამორბედთან პრეტენზია, რომ აქამდე კულტურა იყო ორიენტირებული მხოლოდ გართობაზე და არ იყო რაღაც გრძელვადიან და პერსპექტიულ გეგმებზე ორიენტირებული, თუმცა პირველივე მასშტაბური პროექტი, ასე ვთქვათ, კულტურის სამინისტროსი მაგალითად ჩეკინ ჯორჯია გახდა დიდი კრიტიკის საგანი საზოგადოების ნაწილის მხრიდან, სწორედ კულტურის პოლიტიკას აპროტესტებდნენ ისინი, რომ კულტურა არ არის მხოლოდ გართობა. რა არგუმენტები აქვს კიდევ ერთხელ სამინისტროს ამის აპირისპიროდ და როდის დაითვლება შედეგი, ასე ვთქვათ, რაც ჰქონდათ გათვლილი, თუ მიიღებს იმას კულტურის სამინისტრო, რაც ჰქონდათ გათვლილი ამ პროექტთან დაკავშირებით. ესე იგი, ძალიან დიდხანს შეგვიძლია ამ კითხვაზე ვისაუბროთ და პასუხი გავცეთ. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, რომ კულტურის სამინისტროს ჩეკინ ჯორჯი არის ერთ-ერთი პროგრამა და არა ერთადერთი პროგრამა. ეს უკვე პასუხი არის ამ კითხვაზე. შესაბამისად, ჩეკინ ჯორჯიის არსი თავისთავად მდგომარეობს იმაში, რომ ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, ჩვენ სიამოვნებით გავუზიარებთ ნებისმიერ მოქალაქეს და ამაზე ვმუშაობთ, რომ ერთიანი პაკეტი წარმოადგინოთ ეს. როდესაც $1 ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დახარჯული კულტურულ ღონისძიებაზე სულ მცირე $3 უკუგებას იღებს და იმის და მიხედვით, თუ რამდენად ფართომასშტაბიანი არის ეს ღონისძიება და დაუშვათ რა მოცულობის არის, მით უფრო იზრდება ის უკუგება ფინანსური პირდაპირ თუ ირიბი რომელსაც იღებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მაგალითები და წლის ბოლოს უკვე მთლიანად მოხდება ჩვენს კოლეგა სამინისტროებთან, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გამოქვეყნება იმ დეტალების, თუ რა თანხა დაიხარჯა, რა თანხა იყო მოძიებული ალტერნატიული თანხები წყაროებიდან და რა თანხის აკუმულირება მოხდა. აკუმულირება, როგორც წესი, თუნდაც მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ერთ-ერთი კონცერტისა, რომელიც იყო თუ გნებავთ იგივე რობი უილიამსის კონცერტი ან მარუნ 5-ის კონცერტი, თქვენ ნახავთ, რომ იგივე აჭარის, ასე ვთქვათ, მასშტაბით იმდენი უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი ჩავიდა, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისევე ქვეყნის გარედან, რომ პრაქტიკულად არც სასტუმრო იყო და დასარჩენი ადგილი საკვები პროდუქტიც კი დამთავრდა სხვადასხვა რესტორნებში, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ცოტა უფრო მეტად მზად უნდა იყოს კერძო სექტორი იმისათვის, რომ გამოიყენოს ბოლომდე ის საშუალებები, რომელსაც სახელმწიფო ქმნის. მაგრამ ამის დასტური არის ძალიან ბევრი იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ქალაქი მთელ მსოფლიოში, რომელიც ცხოვრობს ერთი ფესტივალიდან მეორე ფესტივალამდე და სპეციალურად აწყობენ ამას იმისათვის, რომ მათ დამატებითი თანხები შემოიტანონ მათ ბიუჯეტში. ეს ჩეკინ ჯორჯიას არსიც და პროგრამაც მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ერთი მხრივ ის არ არის ჩეკინ ჯორჯია, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, ახალი ღონისძიებების ინიციირება მოხდა. არა, ჩეკინ ჯორჯიამ მოუყარა თავი ახალსაც და არსებულსაც, რასაც ტრადიციულად სამინისტრო აფინანსებს ისედაც. უბრალოდ ჩვენ ეს გავაერთიანეთ ერთი სათაურის ქვეშ და ამას დავარქვით, ეს სათაური იმის გამო, რომ უფრო გაგვიადვილდეს მომავალში მთლიანი ფინანსური უკუგების დათვლა, რომელსაც სახელმწიფო ისედაც ხარჯავდა ტრადიციულად, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება არც აინტერესებდა რა ფინანსური უკუგება არსებობდა მანამდე. ანუ ოფიციალური შედეგები წლის ბოლოს დაითვლება. რა თქმა უნდა. ჩვენ ეხლაც ვითვლით ამას, მაგრამ ალბათ უფრო ლოგიკური იქნება, რომ ერთიანი შეფასება გაკეთდეს უკვე წლის ბოლოსკენ, როდესაც ეს პროგრამა მთლიანად იქნება შეფასებული. დიდი მადლობა. ლევან ხარატიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე გახდა ჩვენი სტუმარი. ჩვენ საუბრობდით კულტურის სფეროში არსებულ პრიორიტეტებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა. მადლობთ. გვისმინეთ ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს საღამოს 5 საათზე გადაცემაში ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად.